გამარჯობა ჩემოსვენელებო და ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს არის 13 მაისი. რა შეეხება დავიწყოთ საფრანგეთის ლიგა 1 91 გულით პარი სენ-ჟერმენი, რომელიც საჩემპიონო ბრძოლაში უკვე გასცეს ჩემპიონი და უკვე დაიძეიმა გუნდმა ეს ფაქტი. ეხლა შეეხება ლიონს მე-7 პოზიციაზეა და ძალიან ცუდად დაგვამახსოვრა ბოლო ორი მატჩი, რა თქმა უნდა, მონაკოსთან ძალიან ნიშნულოვანი მატჩი წააგო და სამი ქულა დააკარგა უნიშნულოვანესი სამი ქულა ჩემოსვენელებო და რაც მოგეხსენებათ, ეხლა მე-7 ადგილზე 54 ქულისაა და ამ მოგების შემთხვევაში კი სამწუხაროდ მცირე შანსია დარჩენილი, რომ ევროტურნირებზე იასპარეზოს, ამისთვის კი ჭირდება თანაბარი ქულა და ამ გამარჯვების შემთხვევაში ძალიან მცირე შანსი, ამ შემთხვევაში გოლის შეფარდების თუ რამე შანსი გამოუჩნდა ლიონს და იმით გადავიდეს ან მეოთხე მეხუთეზე და შანსი მოიპოვოს მომავალ წელს ევროტურნირებზე თამაშის უფლება. ასევე მე მინდა გითხრათ ჩემო არხის მაყურებლებო, ზურიკო დავითაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, რომელიც გასავალ ზონაში იყოფება სენტ-ეტიენი და ასე შემდეგ. ძალიან უნიშნულოვანესი სამი ქულა მოიპოვა. ეხლა კი რა შეეხება ჩემოსვენელებო, ნაპოლი არის სერიაზე, გადავიდეთ. ეხლა შეეხება სერიაზე გეტყვით, მოგახსენებთ უცებ ნაპოლი არის 78 ქულით პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე ინტერ მილანის ინტერია და აქაც საინტერესოს ვითარდება მოვლენები, რომელიც სერიის ჩემპიონო მატჩები 25-მა ითავდება და აქ ბოლო მატჩი გადაწყდება ალბათ ჩემპიონის ვინაობა და დიდი ალბათობით კითხვებია ამასთან დაკავშირებით და ჩემოსვენელებო, დაწერეთ კომენტარი, რაც ფიქრობთ 2025-24 წლებისა ვინ გახდება მორიგი სერიის ჩემპიონი. ამათთან ეს კითხვა მაქვს ჩემოსვენელებო. ეხლა რა შეეხება ლივერპულმა 2-2 ითამაშა და 68 ქულით მეორე ადგილზეა და პირველი უпроსოდ არსენალია 68 ქულით მეორე ადგილზე და პირველ ადგილზე ლივერპული, რომელიც ძალიან ნიშნულოვანესი თამაში ქულა თითო ქულა გაიყვეს გუნდება და 15 ქულა ჩამორჩენა. ბარსელონა კი რა შეეხება 7 ქულით უსწრებს ბარსელონა უკვე მადრიდს რეალს და ჩემპიონებას უკვე უნდა მოულოცოთ ალბათ და გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა